ჰაიუ, შკიტკვილებო, აბა როგორ ახარ? ხალხო, გუშინ აქ ნამცხვარი შევდე, გავაკეთე შევდე, ვეღარ მიპოვია ხალხო. ხო და რა ვიცი მე? არა, აი აქ არის. საერთოდ თებში ანახო დამეკარგა. გადამკეტამა გულის გარემს რომ მაცივრიდან არ ძახვიდე. ეს არის ხალხო გავაკეთე პანჩო. გუშინ ხო იყო პოლურობსო, იმ დღეს არის პანჩო. ახეთ რა პანჩო. ეხლავე ჩემო მზე დამთვარე და ჩემო ვარსკვლავო. უმჩვენიერესო. ასე. Ai, mea lamazia! Nachet ra lamazia! Vai, mea mshvenieria nachet. Pancho, odido pancho! Odido pancho, odido sancho! Khutas, almost darba. Khutas almost darba. Nachet sancho pancho! Sancho pancho. Aha, ეხლა ისე ნახერა მინდა. შოკოლადი უნდა მოვასხადე. Zambeurize გავუკეთე. ძალიან მეტანი და ძალიან ცხელი გამოვიდა. აი ეს გაცივდეს და გამაგრძდება. Toilet water მოვასხამ. სულაც საინახეს პროტაზი ლამაზეა. ჯანსაღი პანჩო. ეხლა 126 გრამს მეტომ მიწერს. Ai, șefete, famule pancho, ula, mazessia. Ovond, camul guaris mito da momes quiam. Șocoladi, dar am venit șocoladi cu asta țin de indavaschi, dar să bevi movida. Xoda ძალიან თხელია, რა ვიცი და ცოტა რომ გაცივდეს, არ გასქელდება? და ისე რომ მოვასხა, იმიტომ რომ შოკოლადის დამატება აღარ მინდა. Ეთვალები მოციმციმე, ხელი რატომ მეყანება. აი, გადავიცავი.
დელიკატა. მინდა სადაკაცირება რომ სადაგაციება რომ ეს პირდაპირ მოვასხი. ისე პროგრამაზე იყოს მათ შორის ამის გარეშე. უნდა მომეხე ხაჭობს და არა უშავს. უნდა ვქნათ. ხუთი არის. Всё, ეხლა დავიან გარეშე 53 კალორია 100 გრამზე და ისა. ნახოთ. Та-дам. ასე. დავიან გარეშე მოვა. აბა ხალხო. ეს თვალები მოციმციმე, გავაციმციმოთ. ურბილესია. ხოთაბა 100 გრამზე რამდენი ალგვაქვს. კაკანი ჯამის. 120 კალორია გვაქვს 100 გრამზე. 122. Asta 3 grame. Emilia. Asta 3 grame. As 74 კალორია, აი ამაზე. აი ამ ტორტის ნიჭერს ამაზე. აი ამ პანჩოს ამაზე. ვაიმე, თუ შემეძლოს. ფოტოები გადავყო. თქვენ გესონდავდო. ეს ის არდღელა. რაღაც ახალი ის ვიპოვე ხალხო შინური დორამა გორმა ხა რაცია ბიჭია კომპოზიტორი რომელიც არავის ის კომპოზიტორი არქიტექტორის ავტორია და გოგო
რომელიც რომელსაც უყვარს ამ სიმღერებს და რადიოში მუშაობს. რაც მომგზავრე არა ახლა ბიჭი რომელიც გაიცნო ეს ბიჭია. და მაგათ სიყვარულის ისტორია. Tungerode. Romankhla ase gemri elad unda mivifva. No. Ეხლა დავსინჯავდი ეს სულყმას, მაგრამ აქ ესეთი ვაიმე, კატასტროფა უნდა. აბა No, to było góry. Ochedy, wajmy, jak aja. So. სამ ყავაა დუღდება. აი გადავაგებ შევინახო. მე თვითონ ეს ადეთი ცოტა კრემი ნაკლები აქვს, იმიტომ რომ იმ ფენოვანი, ანუ ორ ფენაზე დაზემონაწასის მერისთვის გავთვალე. ესე რომ დავკრემავდი ფენა, ეგ არ მიფიქრია. ამიტომ შემიძლია ისწავლო გარედან. ესეც ძალიან გემრიელია. ის მე ვგალის ვერ ვამბობ მაგ სიტყვას ყდება ენა. ყავა რო ვიყიდე გუში. ყავის ისა ბერძნული იოგურტი. ყავის კიმოთი. შემოგონა მე ყველაზე მეტად მომწონს მაგათ შორისო და კაფე აქვს. შეგრილი შემთხვევით კაფე არ ქონდა ხოლმე. კაფე აქვს და კიდე თხილი მინდა რამდენიმე ცალი მეგობრებო. უნდა ძირფასებო, უნდა თანაბენი ნახებო. აუ ბონი შენს კიდე ხო შენც წამოვიღებ. ოღონდ პლიზ ჩემი არ შემოჭამო. ნახე როგორ ჩადგა პოზაში. მათხოვრობის პოზაში. მათხოვრობის პოზა, ვინც არ იცით. აი, შენც მომა. წავიდა. რამდენი რამ იყო? 4. ჩაჯი პრომეთი, მაქო. წავიდა მაგენ მომეცი პიცი. და ამ თავისად ეს ცისარტყელა წყარიც მწყურია და ესეც შენთვის ჩემო სიცოცხლე დილს გავლეცხეს გავაკრიალე სუნათი შურებით ყობოდა წუხანელი და ესე კოხტაც და ეხა დავსხდე და ეს იმაზე ცეცხლზე ღმერთო ახე ეს პარე მე გუჟა გამორთე ხო ეს უნდა დგა შენ არ გახვიდე სუნი გამორთე აუ იმენ არ გაგადინებს კარს ცოტავით ვაიმე ხალხო ეს რა გემრიელობა არის არ შემიძლია პეროშტა ვიპოვე ერთი ბისკვიტი რომელიც მომწონს და გამოვიყავებ ყველა ბრუნვაში ყველა ნამცხვარში ყველა ნამცხვარში თეთრი
ხანთეც გავაკეთებ ხან შაოს, ბაიმე რა კაია. Oh my god. Oh my god. ბანანდა გიუძან ხდება. მეკონა რომ მშავე იქნებოდა, ამიტომ ბანანი იყო გარედან მომწვანო. მაგრამ ისენია. საპარი ყვა. просто ვერ ვლაპარაკო, ისეთი გემრიელია. 173 კალორია იყო ეს ნაჭერი. ყივით ძალიან ხდება სიმჟავე. 173 კალორიას ამაზე კაია უნდა ჭამო. ვისაც მომჟავკი მოარყეს. შეუძლია ყივი არ გავუკეთოს. მაგრამ არ კვდება. პორტოხალის არ მოუხდება. просто მე არ მქონდა. ეს ბოლო უკმისთვის დავტოვე. არახესი და ბანანი კიდე ცალკე დუეტია. ხაპარია. ამაზე კარგი ნამცხვრის. თუ მინდოდეს რა. ის თხელი ჩავწერა და მოვიწყოს. კიდე გინაფიშა. აღარ უნდა. ახო. ვინმე მხარითით აქ ახლო წერეთელი, ნაძალადევი, იქით გულდანამდე რა, ბავშვთა სახლი, აი ამ ტერიტორიაზე. ჩემს გარშემო. თუნდაც ვაგზლისკენ. რომელსაც დავეხმარებოდით, რომ მოვძებნო და დავიკონტაქტო. არ მაქვს ჯერ ანგარიში გაკეთებული, იმიტომ რომ არ ვიცი საერთოდ. ახამდე არანაირი შეხება არ მქონია. მეგონი მიყვარს ფონი რო ჭამს. გიჟდები. ხალხო ნერვები ეშლება სხვები რო ჭამენ და მე გიჟდები. სოფონინი რომელი ვიტამინები და მერეკ ვიტამინები არ გაგასუქებს. ვიტამინები არ ასუქებს ძვირფასო, ეგ არის მითი. 2 წელს დღეში თითოს 10 კალორია აქვს, როგორ გამასუქებს და
მადასაც არაფერს არ აძლიერებს. ჩვეულებრივი ვიტამინებია ქალისთვის. აი ყველაფერი რა თმა, კანი, ფრჩხილი, რაც გვჭირდება, რასაც ადამიანი ვერანაირად ვერ მიიღებს საკვებიდან, მით უმეტეს დეფიციტის დროს და აი ხო გეუბნება ეს ხელს ჩამოვიდა, უკვე თმა ჩამოდის. ეს ნიშნავს, რომ აი ბარიატრიკებსაც ხო ასმევენ, სულ ბარიატრიკები სულ ხდებიან ვიტამინებს რუსვავე. ასმევენ, იმიტომ დიდი დეფიციტი რო იქნება ორგანიზმში, არ შეიძლება რომ ვიტამინი არ მიიღოს ორგანიზმმა, ხო, რო არ გამოიფიტოს. ამიტომ ვიტამინები დეფიციტის დროსაც საჭიროა. ეს მე იქიდან გამოვიწერე Amazon-იდან. ინგა, საყვარელი ნინი, კვერცხი უკვე შეგიძლია შეიძინო, მთელი ოჯახი მიყვარხართ. კვერცხი უკვე შეგიძლია შეიძინო. ვერ ხვდები რასაც მითხარი. ვერ ხვდები რაზე მითხარი, მწვინდიო ჩავდეთ იმაზე. ვიდეო რაღაცა ვთქვი ალბათ და აღარ მახსოვს რა. შედვარ ხოლმე რომ დამიწერენ ხოლმე კომენტარს, არ მახსოვს ხოლმე რა ვთქვი და რაც დამიწერეს ეს კომენტარი. იდა ევიწონა როგორ ჟღურტულეს საყვარელიო, მადლობა ძვირფასო. Дани, ждем рецепт, Нини. Расскажи про марафон, как надо попасть и где он проходит. Маратони არის Telegram-ში. ერთი თვე ღირს 200 ლარი. და ჩვეულებრივად ანუ თანხას იხდის ადამიანი. ვამატებ Telegram-ში გვაქვს ჯგუფი, სადაც არის ინფორმაცია ყველანაირი რა არის კალორიები, როგორ დავითვალოთ კალორიები, აბსოლუტურად ყველაფერი დაბალანსებულ კვებაზე, ყველაფერი მოკლედ, მთელი ინფორმაცია, რაც უნდა ვიცოდეთ წონაში კლებისთვის და პლუს წონაში კლების ფსიქოლოგია, რომ ჩვენი წონაში მატება არ ხდება უბრალოდ საჭმლიდან, ანუ ზედმეტი საჭმელი არის ფსიქოლოგიური ნაწილი, ანუ ჭარბწონიანი ადამიანის ფსიქოლოგია არსებობს და რომც გაიღვიძოს ამ ადამიანმა, ვთქვათ, -50 კილო, ისევ ნახევარ წელიწადში იქნება +50 კილო, თუ არ შეცვალა ჭარბწონიანი ადამიანის აზროვნება, მდიდარი, აი ჩემი ენა უსწრებს, ჩემი გონება უსწრებს ჩემ ენას, გამხდარი ადამიანის აზროვნებით, ზუსტად ისევე, მაგალითად უნდა მომეყვანა, როგორც ადამიანმა, რომელსაც აქვს ღარიბი ადამიანის აზროვნება, რომ მოიგოს მილიონები, რაღაცა დროში ისევ ღარიბი ადამიანი იქნება. იმიტომ რომ ანუ აზროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აზროვნება გვქმნის ჩვენ. ამიტომ ჩვენ ვსწავლობთ გამხდარი ადამიანის აზროვნებას და პლუს იმას როგორ უნდა ვიკვებოთ, როგორ უნდა ვკვებოთ ორგანიზმი, რომ ვიყოთ დანაყრებული, არ ვიყოთ მშიერი, ვჭამოთ ყველაფერი და ისიც რაც გვიყვარს ანუ. და როგორ ჩავსვათ ეს ყველაფერი ჩვენს კალორიებში. ხო. აი ასე. მარიამ, მოგესალმი, ნინი, როგორ ხარ საყვარელო? სალამი მარიამ, კარგად შე როგორ ხარ? აი კიდე ერთმა ადამიანმა დამიწერა. მარათონში როგორ გავწერიანდა 200 ლარია გადასახადი ერთ თვეში და თანხას რო გადაიხდით და გამატებთ, ანუ უნდა გქონდეს Telegram-ი გადმოწერილი, დააყენოთ Telegram-ი თუ არ გაქვთ, ძალიან მარტივია და იქ გვაქვს ასევე ჩატი 24/7-ზე, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ. ჩვენ რა გავაკეთეთ დღის განმავლობაში, ყველანაირი აზრები, რა ვიცი, ცხოვრებისეული სიტუაციები, აი სად მე რომ მივდივართ და აი ყველაფერი წონასთან დაკავშირებული, მოკლედ ცხოვრებაში როგორ ვაინტეგრიროთ. ანუ ხო ისეა, რომ ველოდებით მომენტს, რომელიც დადგება იდეალური, რომ არაფერმა ხელი არ შეგვიშალოს, რომ ეხა სტრესია, ანუ ცხოვრებაში ყველაფერი ყოველთვის იქნება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ დავაინტეგრიროთ, როგორ ჩავსვათ ცხოვრებაში ეს წონაში კლება ისე, რომ ამან ხელი არ შეგვიშალოს. რა თქმა უნდა, პირველი ერთი თვე, ორი კვირა არის შეჩვევა, ერთი თვე არის აწყობა, რომ ანუ აი ეს ჯერ შენ თვითონ მიეჩვიო და მერე ისე აეწყო, რომ აი მაგალითად რო სწავლობ, რომ მუშაობ რაღაც, ანუ ეს იყოს ისეთი თანდევი რაღაცა, როგორც მაგალითად არის, რომ ბავშვი ყავს და ბავშვზე ზრუნავ, ან მაგალითად ცხოველი ყავს, ცხოველს ან სახს ალაგებ, ანუ ხო არის ეს თანდევი, კი მუშაობ, მაგრამ ხო ზრუნავ შენ შვილზე, კი მუშაობ, მაგრამ ხო ალაგებ სახს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ესეც ყველაფერს აკეთებ, რასაც აკეთებ, მაგრამ ეს დაინტეგრირე ცხოვრებაში. ხო, აი ამას ჭირდება საკუთარ თავთან ჯერ გადაწყობა
და მე აი ცხოვრებაში ინტეგრირება, ეს არის ინტეგრაცია პირველი თვე, სწავლა და ინტეგრაცია. შემდეგი თვეებიდან უკვე, რა ვიცი, წყალივით მიდის, მით უმეტეს აი ხა ის გოგოები, ვინც დარჩნენ და ერთად თუ არც უკვე რავი რამდენი თვე არის, აი ისეთი შედეგები აქვთ, რომ რა ვიცი, იმათაც, ვისაც მაგალითად იქამდე დიეტები არ დაუცავთ და უბრალოდ ეხლა დაიკლეს და ასე მიფრინავდა წონა და იმათაც, ვინც მაგალითად ბევრი დიეტა ქონდა დაცული, კვებითი აშლილობა და რაღაცა, დრო დაჭირდა ასეთ ადამიანს, რომ გამოსულიყო აი იმ არასწორი შეხედულებების ორომტრიალიდან, რომელიც რეალურად სულ ერთ წრეში ატრიალებდა წლების განმავლობაში და ეხლა იქაც უკვე წამოვიდა შედეგები. ანუ როგორც გითხარით, მუშაობთ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე რა თქმა უნდა, სხეული ფიზიკურია და ფიზიკურია, ანუ ორივე ფრონტზე და შედეგები ისასწაულებრივი იდება. ხო და ასე ჩემო ძვირფასებო. სოფონინი ღვიძლისგან რა მოამზადე, ანუ რომ მითხრა რა და როგორ გავუკეთებ. აი მე ეგ ვიდეო არ დავდე, უნდა გავაკეთო. მოვხარშე უბრალოდ ეს ღვიძლი, მერე დავჭერი კუბებად, ცალკე მოვშუშე ზეთში ხახვი და სტაფილო და ჩავყარე ეს ღვიძლი და ჩემი საყვარელი სანელებლები გავუკეთებ. მაგრამ აი ესეთი ხო მარტივია, მაგრამ ზღაპროულია. ინგა, ჩემი ლამაზი და ოქროს ხელება ნინი. აი ეს ინგა არის ჩემი მარათონის მონაწილე, რომელიც აი რა ვიცი, ჩემპიონი გოგოა. სულ ესე მიკრო და წონა, აი. ხათუნა, როგორც მითხრეს, ვაგზალზე კიდობანში სუნელები რომ იყიდება, იქ აქვს, სადაც მან ახლოს ყიდიან სტევიას ფხვნილს დაფასებულს. ბევრად კარგი მოსახმარია ნამცხეშიც, კომპოტებში ძალიან ცოტა უნდა და თბილ წყალში ათულად იხსნება კომპოტით სარფუჭზე, კარგად ინახება, ლამაზი ხარ ძალიან. დიდი მადლობა ძვირფასო, ვიცი ეგ სადაც ყიდიან კი სუნელებს ის სტევიას ხმარობ მეც, მაგრამ ალბათ იქ უფრო იაფი იქნება. საინტერესო, არ ვიცოდი იქ სტევია თუ იყიდებოდა. სანდრო ყოველთვის ვამწნევ ლაგოდეხის კომპოსტოს, ნიახური ჭარხალის სურნელოვანი ძირაკის ბურთები, ძირაკის ბურთულები, ცოტა ნიორი ძმარი და მარილი ლაგოდეხის კომპოსტოს უნდა წამოდუღებული და გაცივული წყალი ასე ვაკეთებ და უგემრიელი ეს ხრაშუნა გამოდის 1 ლიტარ წყალს 1.5 მიათედი სუფრის კოვზი მარილი, ძალიან გემრიელი იქნება. კი, ჩემო საყვარელო, მე ყოველთვის მავიწყდება რომ მწვანილი ვიყიდო, იმიტომ რომ არასდროს არ გეგმავ რომ დღეს გავაკეთებ და რომ გეგმავ მაშინაც მავიწყდება. ნიორი არ მიყვარს, არ შემიძლია. წიწაკის ბურთულებს ვუშვები მეც და რადგან მარილის იგი შემდეგ მიყვარს, 2 სუფრის კოვს მარილს უკეთებ მე. ხო, და ზოგი შაქარსაც უკეთებს, მე არ უკეთებ, ხო და ლაგოდეხის კომპოსტოთი არის სუპერ დუპერ. ინგა საყვარელი ნინი გეთანხმებიო, მარიამ ნინი ლამაზო სოფიასთან როდის მიდიხარ. არ ვიცი ძვირფასო, როცა წავალ აუცილებლად შეგატყობინებთ. ციცი, კარგ სიდავნი რეცეპტს თუ დადებ, ძალიან გემრიელი ჩანს და ლამაზია, უნჭიერს ხარ, ყველა დამეთანხმება, შენი მაყურებელი. ვაიმე, დიდი მადლობა. გუშინ ღამე გავაკეთე შუა ღამისას და ამიტომ აღარ დავდე რეცეპტი. ეხლა დღეს სანამ დღე არის გავაკეთებ და თან გადავიღებ და თან დავდებ აუცილებლად, იმიტომ რომ იმდენად გემრიელი, იმდენად მარტივი და იმდენად დაბალკალორიულია, რომ რავი, რო არ გავაზიარო პირდაპირ დამნაშავე ვიქნები. თან წარმოიდგინეთ, ამით შეიძლება გააკეთო ზებრა, შეიძლება გააკეთო შარლოტკა, შეიძლება გააკეთო თეთრი ხილის ტორტი, შეიძლება გააკეთო შავი ასეთი მე რო გავაკეთე ხა პანჩო, შეიძლება გააკეთო პოლრობსონი, შეიძლება გააკეთო ეს ჩინური ტორტი თეთრი ვერსია, შეიძლება გააკეთო ბაუნტი, ანუ ქოქოსის ფანტებით, შეიძლება გააკეთო რაფაელო, ანუ ბაუნტი, როცა შავი არის ბისკვიტი და თეთრი კრემი და რაფაელო თუ ორივე თეთრია და ქოქოსები და ანუ ხო ხდები და რეალურად ფანტაზიას აქვს ესეთი გასაქანი და თან მართლა აი ეს ჯანსაღი რეცეპტები გამოდის ხოლმე რაღაცნაირი სველი და რა ვიცი რაღაცა მე ვერ ჭამს და ეს ბისკვიტი არის, რა ვიცი, მონაპოვარი, ძალიან მომწონს. ლელუ, ნინი, ჩემო ლამაზო, მოკლეთმები ძალიან გიხდება და პატარა გოგოს გავდინუ, გრძელიც გიხდება. სხვა შეს მეც ვფიქრობდი იმ დღეს შემხვდა. ესეთი მოკლეთ მას ჩემ ვიდეო და როგორ მიხდება თქო, მაგრამ არა მიყვარს, არ შემილია, ამიტომ ვიზდი. ლელანი, ჩემო ლამაზო, შენ უნდა მიხვდე, მოხდე შეფების ლიგაში ან სხვა შოუში. აი, არა, ძალიან ნიჭიერი ხარ, გარეგნულად ლამაზი გამოგდის, გემრიელიც იქნება შენი გაკეთებული, ან გამომცხარი შეფქეთი ცეკვას დაიწყებს დარწმუნებული ვარ. არ მიყურებია არც ერთხელ ისა და თან არც ვთვლი თავს ესეთ კულინარად, რომ რამე კულინარულ შოუში გამოვიდე, არა, საერთოდ არასდროს არ მფიქრია, არა.
ნათიანი ქინძის კაკალს არ უმატებ ანიორს და ნიახურს ძმარი რა თქმა შეგერგოთ რა თქმა უნდა ქინძის კაკალს არ ვუკეთებ ქინძის ცოცხალს ვუკეთებ ხოლმე მაგრამ დამავიწყე და ნიორს არასოდეს არ ვუკეთებ იმიტომ რომ არ მიყვარს ნიახურიც ძალიან უხდება და ეგეც არ მქონდა ну ძმარი აი ხაპარია ძალიან უხდება ზოგი არ ვუკეთებ ძმარს თურმე მაგრამ რავი ძალიან მომწონს მე ძმრით და ხო, წყალს კიდე მდუღარეს ვასხავ მე და სუხრაში უნდა გამოდის. გვასწავლე რეცეპტი. კი, ძვირფასებო დღეს გადავიღებ. აუცილებლად. კომპოსტოს წვნილი პირველია წნილებში ჩემთვის კაი წითელი რა თქმა უნდა თეთრი და ჭრილი წვრილად სტაფილოთი მე პირადად არ მიყვარს ახლა მომინდა წნილი ამ დროს ვაკეთებ ხოლმე მეც არ მიყვარს ეს თეთრი და ჭრილი წვრილად და რატო არ მიყვარს იმიტომ რომ იმდან წვრილად არის ხოლმე იმდან თხლათ არის ხოლმე ეს კომპოსტო რომ კომპოსტოს გემოს ვერ ვიგებ ხო და აბდექი და გუშინ მე თვითონ ანუ ბორში გავაკეთე საღამოს და ბორშიო გავაკეთე მომორჩა ეს კომპოსტო და მე ფუჭდება ხოლმე და გადავწყვეტე მოდი ამასაც ჩავდებ მეთქი და მე კახურზეც მოვასხავ თქო და ძალიან მყავს კახურზეთი როგორც კახეთში გაზდილს და ისა მწვანეს მოვაყრი ხოლმე თქო ცოცხალს ხახვი მეთქი და იქნება თქო და მოკლედ დამრჩა ეგ და ორი პატარა ესეთ ქილაში ჩავდე და ეხა მაგას ცველოდები რა თქმა უნდა მწვანილები ისევ არ მქონდა მაგრამ წითელი ჩემცაც შეუფასებელია და არ მაქვს ერთი რამე დიდი მინდა რომ ვიყიდო ჩვენ ჩემს როგორც გქონდათ ლაგოდაში დიდი ემალიროვანი საქვაბი და შიგ აი ესე 4-ად გაჭმაი ბებიაჩემი პაპა ჩემი აკეთებდნენ ხოლმე როგორ მიყვარს მოკლედ აი ასე ჩემო ძვირფასება მე მგონი წავიკითხე ხო ყველა კომენტარი კი წავიკითხე მიყვარხარ ძალიან კოცნით გეხვევით და რა ვიცი ყველას კარგი და შესანიშნავი დღე ჩემო ძვირფასებო და კარგებო ბავშვთა სახზე გეხვეწებით დამეხმარეთ მოიძიეთ თუ არის სადმე ჩემთან ახლო მახლო და ისა დღეს მეც ჩავუჯდები მოვწები და განვახორციელოთ ეგ იდეა გავახაროთ ბავშვები ისაც ბავშვს რომ მშობელი არ აქვს მაგაზე დიდი საშინელება და ტკივილი არაფერია და ახალ წელს რო ვიღაცა მოვა და რაღაცას ტკბილს და კარგს მოგიტანს ნუ შეიძლება სულ არაფერია ეგ მაგრამ სულ არაფერს ხომ მაინც ჯობია რა თქმა უნდა იმ სიტყვას ვერაფერს ვერ შეუცვლის მაგრამ რაღაცა ამ მომენტში შემიძლია ეგ მიყარხართ გამოიწერეთ და დალაიქეთ არხი ვიდეო და მიკომენტარით გოცნით და დროებით ხო ეს ნახეთ როგორ გაიზარდა ნახეთ ახლა ამხელაა უკვე ნახეთ მუცელი ამხელაა გიცით ნახე უკვე თავის სახლის კატად მიაჩნი ნახე ნახე ერთი რა დღეშია ნახე მუცელი ამხელაა просто ბოლი არიგინო ეს ვიდეო გაუშვი ვინ დაიდინო აი ეს შედედეთ რატო გადაჩივა არცი არა გადაჩივა და არცი ვადე ბონია შეივა თამაშობენ და ბონი არიგინო არა არაკბენ სეთამაშება sorry. Boni, es ჩვენი კატა. ხაცა ფუფუხა. ფუფუხა ოდა. ადი. ოჭი. on midor mikpiloti. ლომელი ოდა უნდა თოია ვიცი. რობერტს ეთამაშა უნდა არ ვიცი, ნახე როგორ ჭამს ბონის უკვე. თან დამუღამა რომ წაქცეული უფრო კარგად ებრძვის რა აცათები და არა მე არა ოდა. ბაი. ის ნერვიულობს მე რო უყვირება და მიცავს ნახე. ნახე თეთრი როგორ აღშინდა. შავი ფერის. აი. შედეგე მაწვანს ატოს. აჰა, ეს რამაზია. თეთრი ნახე შინდა და შავები რო აქ ასაყოლენ. ოф, ჩავს. კანოთიკი.
ეს მხიარულად ცხოვრობთ, ხოთი. ხოთი. ოდი. ოტი. Ничка, დედაზი ღარული. დედას პირველი ცხოველი დედა, ეს შვილი. ხატორი დიდია. მეორე ისა, მილვენ შენ ხარ. დედა, ეს ხატორი დიდია.